დილამშვიდობის მარიკოს წინავს ახლა ცოტა ხანი გეჭორავებით როგორ ხართ მეგობრებო უღრმესი მადლობა ყველა საოცარი ადამიანები ხართ საოცარი კომენტარები საოცარი მილოცვები და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი უღრმესი მადლობა უღრმესი სიტყვები არ ყოფნის ღმერთმა ასმაგად გადაგიხადოთ ყველაფერი რასაც ჩემთვის გამოიმეტებთ ძალიან დიდი მადლობა თან მოდი ცოტა კანი დავიტენიანოთ თორე ნამიტანი გამოვშრი ვაიმე ხალხო ღამე არ მეძინა ისე ცხელოდა მთელი ღამე მარიკოს გეფიცებით ვინიავებდი მთელი ღამე არც ბავშვს არ ეძინა და მე იმასაც ვუნიავებდი რომ მეთქი იქნებ ჩაეძინოს ძლივს ხალხო გამთენიამდე არ გვცინებია აი გადავირიეთ კინაღა ძალიან წუხარ ჩარკანის გარდაცვალების გამო ნამდვილად ძალიან დიდი ხელოვანი დააკლდა ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა როცა ესეთი ადამიანები გვტოვებენ ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ მისი სიმღერები გაუძლებს დროს მისი შემოქმედება გაუძლებს დროს დარწმუნებული ვარ და ძალიან წუხარ და ძალიან დამენანა ძალიან ხალხო ქობულეთში რამხელა ტრაგედია მოხდა გზაზე სოთხი ახალგაზრდა რო დაიღუპა რა ხდება მაგ ადგილას ну აი ეგ ადგილი არის ხალხო არ ვიცი რა და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მაგზამ რაღაც ალბათ უნდა მოხდეს მაგზაზე უფრო გამკაცრება არ ვიცი ძალიან დიდი ტრაგედია მართლა არ ყოლს ჩვენ დასაკარგი ადამიანები გორი კარგები და ლამაზები იყვნენ ფოტო რომ ნახევ ცდილებ ხოლმე რომ სიმართლე გითხრათ ავარიდო თავი მაგრამ თვალე ხო ისეთი რამეა ძალიან წუხარ ძალიან შეერევ გარდაცვლის ოჯახებს რამხელა განუზომელი ბედურება ტრიალებს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და რამდენი ახალგაზრდა იღუპება ეხლა რა ცნობიერებ არ ვიცი მართლა ეგ გზა რა გახდა ვაიმე რა გახდა ეგ სამწუხარო რაღაცა უნდა შეიცვალოს რა მაგ ტერიტორიაზე რაღაც თუ არ შეიცვალა ალბათ არაფერი არ ეშველება მაგ ამბავს და ძალიან ბევრი ადამიანი სიმსხვერპლებს არ ვიცი ალბათ უნდა გამკაცრდეს უფრო და რაღაც არ ვიცი მართლა არ ვიცი სხვადასხვის ზუსტად არ ვიცი რომელ მონაკვეთში ნამდვილად ეხლა არ მინდა რომ შეცდომით გადმოგცეთ რამე ჯერ ცხელა დედიკო თორე ისე კი არა ის კაბაროჯო კი ბატონო და რომელ ადგილას ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ძალიან დიდი უბედურება მოხდა დაახლოებით გავიდა ალბათ 9 წელი ალბათ 8-9 ეგრე დაახლოებით მე ვაკის ფილიალში მუშაობდი მაშინ ჩვენთან ჩვენივე ბაღის ანბანელაში და
იქ მყავდა პიანისტი, უკარგესი ნანა, ძალიან მაღალი პროფესიონალი. და გავიგე, რომ მისი შვილი და რძალი დაიღუპნენ ავარიაში. ვინც შეეჯახა არის ძალიან ცნობილი პიროვნება. მსოფლიო რო ამაყობდა ეგეთი. სამწუხაროდ ვერ მოერიდნენ, რომ საკადრისად პასუხი. მანაც დაკარგა ახლობელი ადამიანი ამავარით, მაგრამ ერთი რამ მაინც რა არის იცით, საქართველოში თუ ხარ ისეთი ძალიან ცნობილი და საქართველო გიცნობს და ასე შემდეგ, რაღაცნაირად მაინც თითქოს შეგრჩება ხოლმე რაღაც რა. და ამ ადამიანმა რაქნას რომელმაც შვილი და რძალი ერთ დღეს დაკარგა და დარჩა ძალიან ბაწაწუნა ბავშვი, რომელიც თავად გაზარდეს მერე უსაყვარლესი. დედმამის გარეშე დარჩენილი ბავშვი. ძალიან ცუდია, როცა სამართლობის შეგრძნება გაქვს და სასამართლოდან ხიმილით გამოდიხარ თითქოს არც არაფერი მომხდარა. ძალიან სამწუხაროა. არ ცდილობ, რო თუნდაც მოინანიო რაღაცნაირად. გაუგნებელი ვარ. ძალიან ბევრი ცუდი ხდება ჩვენს ქვეყანაში, კი არა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად. არ ვიცი როგორ უნდა მოვერიოთ ხოლმე აი ამდენ უბედურებას, რომ ავისხლიტოთ, გესმით, აი რომ ავისხლიტოთ და ძალიან ხშირად პირდაპირ გეუბნებით, რომ მე არ ვკითხულობ ბევრს. არა და ეჯერ მე არ ვუსმენ ბევრ ამის, აი ხანდახან ვთქვათ, რომ ეს არ გამიგია, იმიტომ რომ მე ხშირ შემთხვევაში ინფორმაციებს არ ვუსმენ. ცოტა ისეთ ტრაგედიებზეა საუბარი. ვცდილობ რომ არ მოვისმინო, ვცდილობ არ ვნახო, მაგრამ არის შემთხვევები, რასაც რა თქმა უნდა მეც ვიგებ კი არა, მაგრამ ბევრი რამ არის ხოლმე რომ არც ვიცი, არც გამიგია და ვთქვამთ რომ მე არ გაგიგია. არ გამიგია. ამიტომ დღეს დოდონას ბლოგზე არ დაიდება ვიდეო, სადაც არის, რა თქმა უნდა, სულ მხიარობა, იმიტომ რომ იუმორისტული გვერდი მაქვს. და ამით ყოველთვის გამოვხატავ ხოლმე ჩემს მწუხარებას, ხო და შემიძლია რომ გავაკეთო. აი რა არის ხალხი იმას აყენებდა რაღაცა სახლში. როდი ეს ვიდეო აქ დამთავრდეს დილის და შუადღისა სხვა რამეს დაგიდებთ, აი აქ უბრალოდ დაიწყო შეუძლებელს. წავედი. აქ ხეზეთი აბავი ატყდება, აი ბაგ რაღაცას რო აყენებენ, რო დღრიალის გარდა ვერაფერს გაიგებთ დამიჭერთ.
გადაწეული მაქვს ფარდები ბავშვი წინავს ცოტა ხანი და არ მინდა გაიყოდეს. დედა რა ცივია. მე როგორი კარგი ცივია ხალხო. ვაიმე, გუშ ხომ მოვიშორე ხალხო შილაკი. ძლივს ჩემი სიმწრით გამაგრებული ბრჭყილები. და დაგირტყარამე არ იმას იზავდა ისეთი გამაგრებული მგონი. თიც რო ვიდებ იგრეხება აქეთი. ისე წამაშორა ხალხო. სახლში მოვიდი მერე ვნახე. ისე დამითხელა. დედას გეფიცებით. განსაკუთრებით სამი ბრჭყილი განსაკუთრებით. აი ბუმბული. და ვიმკურნა. სოდა და იოდი და მარილში ძალიან ხშირად უნდა ჩავდო ბრჭყილები, თორე რატომ მომაშორე და რატო დამითხელე. როგორ ხართ მეგობრებო? მე გუში დამირეკა სოფოს რო ვახსენებ ხოლმე ძალიან ხშირად და არ ვიცი სოფო კიდე ცალკე სასაუბრო თემა რო არის ამერიკაში რომ ცხოვრობს სოფო დედამ ხო წიგნია ჩუქა ხო და გუში დამირეკა მისმა ახლობელმა რომ მოკლედ მიდიან ამერიკაში და უნდა გავატანო და ხვალ უნდა შევხვდე. ძალიან მიხარია. და რო ვიცი პოეზია როგორ უყვარს და სულ ამბობს რომ ძალიან მიყვარსო. მით უფრო მეტად მიხარია ეგ ამბავი, იმიტომ რომ არიან ადამიანები აჩუქებ, მაგრამ არ უყვარს ადადებს და შევა ვერც მასქნას რა ქვია, გაიხსენოს მერე სად დადო და რომელ თაროზე. ასეთი ადამიანებისთვის დედას წიგნის ჩუქება მენანება ხოლმე რაღა დაგიმალოთ. არ მინდა ხოლმე. მე რაც ხალია. დღეს ჩემმა მეუღლემ უნდა მოიტანოს გამათბობელი. ჩემმა ახლობელმა გვაჩუქა. ძალიან კარგად მუშაობს, ცოტა დიდია, გარე კარკასია რა აქვს თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად და მე ვუყიდოთო. კობამ და ხარი სუნო ვუყიდით. იყოს ეგრე. უფრო მეტი სიტყვა გამოდის მე ვთხარი. უბრალოდ ბავშვის გამო მეშინია, მაგრამ ეხა ეგრე გარედან ცხელი ესეც არის ხოლმე. მაგრამ არ ეკარება, რო იცის რომ ცხელია ეშინია, არ ეკარება. ანუ უნდა გვეყიდა. ხო და არ ეყიდა თუ გვაქვს და კარგად მუშაობს რაღაცა უნდა იყიდოთ. ნახოთ როგორ იქნება, არ ვიცი. ჯერ წესული არ მოსულა. გუში ვუყურებდი კორეელების მუკბანგს. ამერიკელების სად ჩასდით ხალხო? ანუ სად ჩასდით? აი დედას გეფიცებით ხალხო? რანაირად ჩასდით? ეს დიდი კოზით ბრინჯს ხო მოიღებენ. მერე დაადებენ რაღაცა ხორცი ეს აი აქამდიან. ამას იტენიან პირში. აი მე
მე ვუყურებ ხოლმე ყავს რა რამდენიმე ვისაც ვუყურებ თავიდან ბოლომდე რა მაყურებინებს ხალხო მაგას არ შემიძლია ვუყურებ ხოლმე 2 წუთი 3 წუთი ზოგს 5 წუთი ზოგს 2 წამი ყავს რამდენიმე ვინც მწოს დილამშვიდობის მზეოდე მარიკო დილამშვიდობის სიყვარულო რა გაიღვიჭე დედა ისე დახუჭე თვალები და დაწექი ვისაც ვუყურებ მათ შორის ბიჭებიც არიან სხვათა შორის ერთი იყო ძალიან გამხდარი ბიჭი იყო და მე რომ უსაშველოდ მოიმატა რამ ხელა როგორც ის ოპერაცია გაიკეთა მე ერთი დღე ეჯემო ერთად ვაიმე მოდი გაკოცო ერთი დღე ხომ არ მოვაწყოთ მჟავეების ბუმი რა სიტყვით ერთი დღე მოვზიდა მჟავეებს თქვენ მითხარით დაახლოებით რომელი მჟავეები ეგრეთ წოდებული მწნილი ну цицака კიტრი და ის გასაგებია цицака კიტრი ჯონჯოლი ნევრის მწნილი კომპოსტო კაი იყოს ეგეც ვთქვათ კიდე არის რაღაცები მოკლედ მოვზიდოთ და მოვაწყოთ მჟავეების ნახოთ როგორი გამოვა იყოს ეგ ვიდეო პირველი სერიოზული ცდა იმისაკენ რომ იშვიათად მაგრამ დავდო მსგავსი ვიდეოებით რომ ცოტა ერთფეროვნება არ იყოს არხზე და იყოს სხვადასხვა ფერები, იმიტომ რომ ყველას თავის მაყურებელი ყავს. და იყოს ეგეთ, შეიძლება საინტერესოც იყოს. ჩემთვისაც საინტერესო იყოს აი ეს ხრამუნის ხვევი და რა ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა. და მჟავეებს ხო იცი როგორი ის აქვს. რა მივაყოლოთ მჟავეს, მხოლოდ მჟავეებს შეიძლება ცუდად გამხსოვს აფტეთი მჟავე. რა მივაყოლოთ? სოსისი ძალიან უხდება. მივაყოლოთ ჩემი პური და სოსისი. მჟავებს არ აქვს ძალიან მაღალი კალორია. ხო და მივირთვათ. ისაც ხა მაღალი რო გქონდეს, ხანდახან შეგვიძლია მსგავსი ვიდეოები გადავიღოთ. რაც არ უნდა, რასაც არ უნდა მაღალი გქონდეს. აბა რა მივაყოლოთ სოსისი და პური? თუ მხოლოდ სოსისი არა რაღაცა ვერა. რაღაცა გემოები ერთფეროვანი გემოები არ შემიძლია. რაღაც ხვები მინდა. რას ფიქრობთ? მჟავეები ხო არ მოვზიდოთ და ვახრამუნოთ ერთი კარგად. გაგაგებინებთ წინასწარ მაგ ამბავს და დავსხდეთ ერთად და მე ვახრამუნოთ და თქვენ ვახრამუნეთ. ძალიან საინტერესო იქნება. და დაერქმევა მუკბანგი იყოს. მჟავეების რაღაც დავარქვათ თუ გინდა იყოს მუკბანგი რას დავეცე. ძალიან საინტერესო იქნება. თუნდაც კვირაში ერთხელ არა მგონია კვირაში ერთხელ.
10 დღეში ერთხელ იყოს. ან რაღაცა ეგრე, რაღაცა შუალედებით შეგვიძლია ხოლმე რომ მსგავსი ვიდეო დავდოთ. და საინტერესო იქნება. ვნახოთ რა გვიმზადებს ჩემი ის ერთ-ერთი რაც არ შემიძლია და არ მინდა და არ ვაპირებ არის ძალით ხრამონი. აი ნებისმიერ რო ჭამე რო არის ხახმა არ მინდა, იმიტომ რომ ეგ ხმები მაინც ისმის თუ მიკროფონი ახლოს იქნება. მიკროფონიც რო არ იყოს, ეხლა მაგალითად აი ეს ჩემი ახალი ტელეფონი ძალიან კარგად აღიქომს ხმებს. თორე ეს ჩემი მიკროფონი რაც მაქვს ხალხო, ხან იწერს ხმას და ხან არ იწერს და მთელი ვიდეო რო გადავიღო და ხმა არ ჩაიწეროს, ხმობი გალითავი. შეჭამე ორი ქვაბი რა